როდესაც გადაწყვიტე გამხდარიყავი სტიქაროსანი. ეკლესიაში მიხვედით და თქვი, როგორი რეაქცია გქონდათ? გაუკვირდათ? პირველად სხვათა შორის სტიქარი ჩავიცვი. ჩემმა ძმამ და მეგობარმა გია ბადურაშვილმა წარმოიდგინეთ 82 წელი კომუნისტების პერიოდი წაგვიყვანა რამოდენიმე მეგობარი ბეთანიაში. და იქ იყო შესაღები სახურავი. და სტიქარები პირველი სტიქარი მაშინ ჩამაცეს ვერებმა. როკერები ხშირ შემთხვევაში მინიმუმ ათეისტებად და ყველაზე მაქსიმუმ ისე რომ სატანისტებად ინათლებიან. და აი როდესაც მიდიხარ ლადო ბურდული, პირველი როკერი და ამბობ რომ მინდა რომ სტიქარი ჩავიცვა. რომ დაინახა მამა ტიმოთემ რომ მე მივდივარ, რომ ჩემ აღსარებებს გულით ყვები. ჩათვალა ალბათ. აღსარებებსაც პერიოდულად წლები აბარებ თუ ბოლო წლებია გადაწყვეტა? იცით რა არის, იქაც ცოტა თისა ვარ როკეროლში, რომ უნდა ვიარო წესით სულ, მაგრამ არ გამომდის რა, რაღაც მილიონი რაღაცა გადმოხდება და როგორც კი შემილია, ეგრევე ჩავდივარ, ან სული რომ დამემძიმდება, ან რაღაცები ისეთები მოხდება, ჩავდივარ და ძალიან მეხმარება. ტაძარში ყოფნა ისე მეხმარება, მე რომ აი არ ვიცი. ძალიან მეფერება რაღაც ენერგია და ძალიან ბედნიერად მოვდივარ იქ და ჩემი ცოლი მეუბნება შეიძლება რომ დაგიტოვო ნიკო. ნუ ისეთ ხშირად იარეო რომ ეგეთი მოხვიდა დუშა.